და ცოტა ბრინჯაოს ისიც აქვს კოლექცია. ეს უკვე შენი რაღაცა წულიც არის, ხო? ბატონ დავით ხელებს ნუ კიდევ ჯობია. კი ბატონო. აქეთ უნდია და აი ეს ისინი მოვიტანე წიგნები და ორ სიტყვას ვიტყვი, იმიტომ რომ ძალიან იშვიათი წიგნებია, ესა 51 წელს გამოშვებული ნადირობა რაჭაში და როგორ ვისი დაწერილია? ეს მეცნიერების აკადემიისა დრობაკიძის დაწერილი და ძალიან სერიოზული წიგნია და მე ვისურვებდი რომ ეს წიგნი ხელახლა გამოიცეს. აი მაგალითად მახეებს როგორ აგებენ. დავასკანეროთ. ხო, დავასკანეროთ. ვისაც დაინტერესდება. მე მაგმახეებს კიდე გავიმეორებ და გადავიდე. აი ეს არის ძალიან საინტერესო ისევე ივან ჯავხიშვილის სახელობის და აქ არის დენთის წარმოებაზეა. შავი დენთის, კი ბატონო. როგორი წარმოება და მე აი უყურე ბოლოში არის ერთი მომენტი, როცა აი ამ დენთს მე აი უყურე და საცეხვით, იმიტომ რომ ის ხო უნდა ძალიან პუდრივით. ძალიან იშვიათი, აი ესეთი ეს არის გარე ესპანური მექანიზმი, რომელიც კაფსულაზეა გადაკეთებული. ეს ფრანგული წიგნებია. სხვათა შორის ორი წიგნი გვაჩუქეს. სამწუხარო საქართველოში ესეთი იარაღზე წიგნი კაჟიან თოფებზე ვიძახი და დამბაჭებზე არ არის, თორე ისე ნამუშევრები არ არის და ხო, ნუ რუსეთის იმპერიის და საბჭოთა კავშირის დროს ცდილობდნენ რომ ქართულად არაფერი ყოფილიყო. სერიოზული წიგნი. მე მინდა საერთოდ გადაცემა გავაკეთოთ წიგნებზე რა. იმიტომ ეგ ცალკე გავაკეთოთ მე, იმიტომ რომ ეგ არის ძალიან საინტერესო თემა. ესეც არის ძალიან სერიოზული. აქ ტყვიები, აი გახედე. ტყვიები, დატენის მექანიზმები, როგორ ეს მე წიგნები ცალკე განვიხილოთ შენთან ამოვალ. გაიხარეთ. ასე რომ ყველანაირად მხარში უდგევართ ლიტერატურით და აჰა, კი ბატონო, მორალურად